წავედით მე და ჩემი შვილი წასვლას გეგმავთ და აქედან გამოჩნდა ის ადგილი, სადაც მანქანა გავაჩერე და აბა თუ გამოჩნდება, ვნახოთ. აი ამ ადგილას გავაჩერე მანქანა. იქედან დამჭირდა დაახლოებით 2-3 კილომეტრი ფეხით სიარული 2 დღეში. არა, სულ დღეში არა, პრინციპში მანქანის გზა 1-2 კილომეტრი და 1 კილომეტრი ფეხით ვიარეთ, მაგრამ ხომ ამოვედით გაბრიელა, რას თავარია. მოგეწონა კვაყოფილი მიდიხარ? არა? აბა თავს რო ვაქანებ. უბრალოდ გაცოფებული. გაცოფებული, გაოცებული ხარ? მოგეწონა? კი. სტიმშვენიერი ადგილი გვაქვს ჩვენ. წავედით აბა. ჩავლისას ტვირთი მომემატა. იმიტომ რომ ეხლა იცინეს. ჩავლისას ტვირთი მომემატა, იმიტომ რომ ითი 2 ცალი გველი შეგხვდა გზაში და ამს ჩემს პატარას შეეშინდა და იტირა. ნებისმიერ გაფაჩუნება ეშინოდა უკვე და ზურგზე შემოვისვი ბოლოს. კაია ესე? კაია. ეს კიტრი ამაზე ესე და პამიდორიც მინდა დედიოს. ვიქტორინოქსისა არა მთლად, მაგრამ ინკოსია და ძალიან კარგად მადგება რა. კარგია. პამიდორი მამა? გინდა? მეტი არ მინდა. კედის პამიდორი, კედაში მოყვანილი პამიდორი. ნატურალური. ჯანსაღი. როგორია? ეხლა რომ ჩამსაჭმელს ეხლა უფრო გემრიელია თუ სახლში? ეხლა ხო? იცი რატო? როცა ფიზიკურად იღლები, აი როგორც სამუშაო ფიზიკურად შრომაში ხარ. ესეც ფიზიკური დაღლა ხო იყო, რომ უზაურობ ენერგია როცა გეცლება. ამით მარაგს ენერგიას ხო იფსებ. ყველაზე გემრიელი მაშინ აჭამი, უფრო კარგადაც კერგება. მით უმეტეს როცა ქედის ნატურალურ კიც და პამიდორს მიირთმევ, ხო? ეხლა ეს მონადირული ეგრეთ წოდებული ახოტნიჩი არ არის მთლად კაი, მაგრამ დღეში შეიძლება ერჩერ. მარილი რა მიკბინა ეხლა? მარილი არ წამომიღე და მიწის თხილს ვაყვრა. ეხლა კილისადან რომ მოვდიოდით, გზად შეგხვდა უცხოელი რა, ტურისტი. ქართულად მომესალმა, ვიფიქრე ქართული იცის თქო და გზად გველი შეგხვდა თქო და ვერ გავიგე ესეთი სახე მიიღო რა. Snake თქო და დაფიქრდა. არა ვიცი ეს დაფიქრდა. მაგრამ მაინც გააგზელა გზა. ინტერესი იმხელა დიდია, სადაც მიდის, რომ არ შეუშინდა. კარგია. ეხლა მე დაველოდებ. თუ ძალიან დიდი ხანი არ გაჩერდა, სანამ ჩვენ აქ სადილობთ მე და ჩემი შვილი, დაველოდები და გავუმასპინძლები. გამიხარდა რა, აი მარტო მოდიოდა. დაინტერესდა ადამიანი და ზურგზე რომ ყავდა მოკიდებული. გველის არ შეეშინდა. მაიგ დრო შეკვდა. აუ რა კარგად. განიავი წამოვიდა, ბიჭო, რასიოა. მიდი. აი სიგრილე, მამა. ქალაქში რო ვიხჩობით. სადაა კაი ცხოვრება? სოფლად, ბუნებაში. არა, მაგი არაა კაი. მაგი რა ქედან აიღებ. ეგ გათვლილი. გინდა კიდე? პომიდორები ლომადა. უზარ-მაზარ წაბლის ძირას ზურ მუხტოვან მდელოზე ჩამომჯდარან ბიჭები სადილობენ გემოზე ისე დაიღალა რომ ლაპარაკის თავიც არ აქვს.
სხვათა შორის ძალიან მაგრად დავიღალე. ეხლა მივხვდი, ეხლა მომაწოდა ორგანიზმმა სიგნალი. ცოტა დავისვენეთ. ძალიან დიდი ხნის. ძალიან დიდი ხანი არ მივლია და ვიგრძენი. მაგრამ კარგია. ნაცნობში ხშირად ვივლით უფრო ჯამთელები ვიქნებით. არა მარტო სიარულის გამო, არამედ სუფთა ჰაერის გამო, ბუნების სილამაზის ტკბობის გამო. და სხვადასხვა სილამაზეებს ვეცნობით ხომ ამ ანდაღლილია და ლაპარაკის თავით არ აქვს. ეხლა ვისადილებთ და დაუყვებით ქვევით. ჩამოვედით საცალფეხო ბილიკიდან, გაბრიელი ზეიმობს უხარია. როგორც იქნა წესი ერთ გზაზე დავდგი ფეხიო. მთელი გზა ეშინოდა გველის. სულ ძირს იღურებოდა და ზურგით მომყავდა ნახევარი გზა ფაქტიურად. ეხლა ზეიმობს. ჩამოვედით მანქანაში დავჯექით. ძალიან დავიღალეთ, აი რასაც ქვია რა. და ესეც დამეღალა ეს. ეხლა დავუყევით ქედისკენ. მოკლედ სულ ეს იყო. დავტკბით ხედებით, აი ზევით ვიყავით. საიდანაც გადავიღეთ ყველაფერი და მივდივართ სახლში. სავსებით კმაყოფილები, ნასიამოვნები. გაბრიელ, ნასიამოვნები ხარ? კარგი შთაბეჭდილებები და გამოგყვა? კი. ო დაღლილია ბავშვი. გავედით ქედის ცენტრიდან და ყოველთვის, როდესაც ქედიდან გავდივარ ცენტრიდან, რაცნაირი იგი მაქვს მაინც შეგრძნება რა. რაცა უკვე რო გენატრება რა. ადვილი არა ქედაში ცხოვრობდე და აქედან მიდიოდე მარტივად. ერთი პოსტი გქონდა გაკეთებული, ქედა და ქედელების ჯგუფში მქონდა დადებული. ზუსტად ასახავს იმ ადამიანის ხასიათს, ვინც თავისი სოფლიდან, თავისი სახლიდან მიდის. ავტობუსია და ავტობუსში ორი მგზავრია რა. ერთი იქით ზის, იქით მარჯვენა პანჯარასთან, მეორე მარცხენა პანჯარასთან. ხო და ერთიო მიდისო ქედაში, მეორე მოდისო რა. ვისაც გონია რომ ქედაში მიდის, ის გახარებულია სახეზე და გაყოფილია ეგ სიტუაცია, თორე ახლა ერთი ავტობუსით ორივე მხარეს ვერ ივლი, მაგრამ სიტუაცია გაყოფილია მაგისთვის. ანუ ვინც ქედაში მიდის, ხიმილი აქვს სახეზე და ვინც ქედიდან მოდის, აი პანჯერას და ნაღვლიანად გასკერის რა. ეს ზუსტად ასახავს ყველა იმ ადამიანის ხასიათს, ვინც საკუთარი სოფლიდან, საკუთარი სახლიდან მიდის სხვა სამყოფელს, სადაც აქვს მოკლედ დროებითია თუ რაც არის. საიდანაც ხარ, ის ადგილი გიყვარს ყველაზე მეტად. აი სიზმარი ხო? ჯერ მე სიზმარი ბათუმის სიუჟეტით, ასე ვთქვათ, არ მინახავს. თუ სიზმარს ნახულობ არის ქედაში. რაღაც თუნდაც ძალიან დებილობა სიზმარი იყოს. მაინც ნებისმიერი სიზმრის სიუჟეტი არის ქედაში. ქედა არის ჩემი სული და გული რა. ხო და არ მომწონს როცა გავდივარ ქედიდან. სული და გული აქეთ რჩება. როცა მოვდივარ, ორგანიზმის ყველა უჯრედს უხარია. ყველა ხი და ბუჩქი გიყვარს აქ. და აქ რო ცხოვრობდი, გადასული ვარ მე 10 წელია უკვე გადავმით, თორე ხა სტუდენტობაშიც ბათუმში ვიყავი მის შემდგომაც, მაგრამ ესე გადავმით და ყოველდღე უკვე მთელი წლით 10 წელია ვარ ბათუმში უკვე და ეხლა მე უფრო აფასებ რა, როდესაც გადიხარ. სანამ აქ ცხოვრობდი, საერთოდ ვწვდებოდი, ესე ძალიან თუ მიყვარდა ქედა.